არ მაქვს დადებითი ბოლოდინი, მაგრამ მაქვს იმედი, რომ საქართველოში სამართლიანობა და სამართალი გაიმარჯვებს და ზია იქნება აუცილებლად თავისუფალი და პასუხს მივიღებთ არა მარტო იმაზე, რაც ზიას თავს დატრიალდა, არამედ მთლიანად პასუხს მოითხოვს საზოგადოება იმ უსამართლობაზე, რომ ამდენი თვეების განმავლობაში ზია ამაღლობელი არის საპყრობილეში, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიუხედავად მისი უკიდურესი პროტესტისა, მიუხედავად ყველა არგუმენტისა, სამართლებრივი და სამართლიანი არგუმენტისა, რომელიც არის მის მხარეს, რომ მას მოუწია ამდენი ხნის გატარება საპყრობილეში. ერთადერთი პასუხი, რაც სასამართლომ უნდა ამ შემთხვევაში მოგცეს, არის რომ ზია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და იგი უნდა ცნონ უდანაშაულოდ. სხვა არანაირი განაჩენი, სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სამართლისა და სამართლიანობის კუთხით. არ მაქვს დადებითის მოლოდინი გამომეორდები, მაგრამ მაქვს იმედი, რომ საქართველოში სამართალი და სამართლიანობა მაინც ხალხის დამსახურებით და განსაკუთრებით მზიასნაირი ადამიანების დამსახურებით იზეიმოს. არგუმენტი, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება იყოს გამოსავალი, რასაც ძალიან მართებულად არ თანხმდება მზია ამაღლობელი, მიანიშნებს იმაზე, რომ სისტემა შეეჭიდა ლუკმას, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში გადაყლაპავს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სიმართლე არის პატარა, ტყუილი კიდე არის დიდი. სწორედ ახლა ამ დიდი ტყუილებით ცდილობენ, რომ ზიას სიმართლე დაკარგონ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, რომ ვიღაცას მიცენ სალაპარაკო, რომ აი ნახეთ თურმე სისტემა თავაზობს მას იმ გზას, რომელიც მას გაათავისუფლებს და იგი უარს ამბობს. როდესაც ადამიანი არის მართალი, არავითარ შემთხვევაში არც ერთი ადამიანი არ უნდა დათანხმდეს აი ესეთ შეთავაზებას. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის სიმართლე გაიმარჯვებს აუცილებლად. თუ სისტემამ შეძლო ერთი თუნდაც რიგითი მოქალაქის სიმართლის დაკარგვა, მაშინ წყალში ჩაიყრება მთელი ის მიღწევა, რაც კი დამოუკიდებლობის განმავლობაში ჩვენ გაგვაჩნია. მზია ამაღლობელი ახლა იცავს არა მარტო საკუთარ თავისუფლებას, არამედ ქვეყნის თავისუფლებას. ქვეყნის თავისუფლებას და ინდივიდის თავისუფლებას სისტემისგან. იცოდეთ ადამიანებო, რომ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ასხავს ბრალდების მხარის წისქვილზე წყალს, არის დიდი ტყუილი. და იცოდეთ, რომ სიმართლე ძალიან მარტივი, უბრალო სიმართლე და ძალიან ძლიერი დგას მზია ამაღლობელის მხარეს. მე ესე ვუყურებ ამას და ეს არის დიდი ბრძოლა დიდ ტყუილსა და ძლიერ, მაგრამ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერ სიმართლეს შორის.